უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი კიდევ ერთი ჯგუფი მუშაობს. დეპუტატების შეფასებას ჯენი კვანტალიანი გაგვაცნობს ახლა პირდაპირ ეთერში. ჯენი, გისმენთ? დიახ, საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში ფრაქციებისა და კომისიის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლა მიმდინარეობს. ჩვენთან სტუმრად იმყოფება დეპუტატი ქალბატონი მედიავასაძე, რომელიც გვესაუბრება უშუალოდ დამოკიდებულებაზე მთავარი ფინანსური დოკუმენტის. საუბარი იყო დებატებისას იმასთან დაკავშირებით და შენიშვნები, რომ ალექსანდრე ჩიტიშვილის მიმართ გაიჟღერა ერთ-ერთმა ესეთმა შენიშვნამ თქვენის მხრიდან ქალბატონო მედია, რომ ბიუჯეტს მხარს რატომ უჭერს იმის ხედავთ რომ მისი შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებული არ არის. კონკრეტულად რომ მაყურებლისთვის იყოს ცხადი, რაში მდგომარეობდა თქვენი მიმართულება, თქვენი შენიშვნა ჩიტიშვილის მიმართ. ზოგადად ჩიტიშვილი გახლავთ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე და მისი განწყობა ჩემში რა თქმა უნდა იწვევს გარკვეულ კითხვებს და მათ შორის გარკვეულ გაკვირვებას. ჩემი განწყობა ბიუჯეტისადმი არის გამოხატული, იგი სრულიად იდენტურია იმ განწყობის, რომელსაც აცხადებენ თავისუფალი დემოკრატები. მე მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება ამ ბიუჯეტისადმი, თუმცა იმიტომ, რომ თავიდან ავიცილო ბიუჯეტის ჩავარდნის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგები, მივდივარ საკუთარ თავთან, მოსული ვარ უფრო სწორედ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში და იზოლებული ვარ, რომ ბიუჯეტს მხარი დავუჭირო. ეს არის ისეთი ექსკლუზიური განცხადება, იმდენად დარბაზში ჩემი ამ განწყობის თაობაზე ჯერ კიდევ არ იციან და мотиваცია გახლავთ ის ნეგატიური დამოკიდებულების ბიუჯეტისადმი, რომ ეს ბიუჯეტი არ არის სოციალურად ორიენტირებული, იმდენად რამდენადაც ადამიანები ჯერ კიდევ ქვეყანაში არსებული ყოფა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავაპურეთ, ვერ დავასაქმეთ და ვერ მოუხსენით ის პრობლემები, რომლებიც არის დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების მიღმა გარეთ დარჩენილ რისკების მართვასთან. აი ვიცით ჩვენ მაგალითად, რომ რაღაც 80-90% მრიგ შემთხვევაში 70% პროგრამების მიხედვით აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ თუ კი არა გაქვს ის 30-20 და თუ გნებავთ 10%, გამოდის, რომ სამედიცინო მომსახურება, რომელიც წარმატებულია ჩვენი ხელისუფლებისთვის, მაინც არ იძლევა იმ ეფექტს, რაც არის დაკავშირებული ადამიანის ჩვენთან არაერთ გზის ახსენეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხმა იყო გადამწყვეტი. ანუ გამოდის, რომ დღეს ბიუჯეტი საკმარის რაოდენობას ხმათა მიიღებს? კი, მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი დღეს მიიღებს საკმარის რაოდენობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ აი ჩემი საკუთარი ნების წინააღმდეგ, ჩემი სურვილის წინააღმდეგ, ჩემ თავში ჩაბრუნებული ეს განწყობის განეიტრალებისთვის მე დამჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ მე არაერთხელ მithქვამს, რომ მე მაქვს პასუხისმგებლობა როგორც ბიუჯეტისადმი, ასევე ჩემი მოსახლეობისადმი და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ის ფაქტი, რომ ვერ აღმოვჩდი მზად იმ პასუხისმგებლობისათვის, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის ჩავარდნასთან. იმდენად რამდენადაც ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ახლავს თავისი სამართლებრივი და ფაქტობრივი შედეგები. გაესვა დაძაბულობას თქვენსა და მთავრობას შორის. აქ საუბარი იყო იმპიჩმენტის უნდობლობის საკითხზეც. რეალურად დადგება თუ არა ეს დღის წესრიგში, რადგან ნაციონალური მოძრაობა ამაზე აპელირებდა დღეს საუბრებისას. ეს ამ მიმართებით შეკითხვები იყო ბატონი ალექსანდრე ჩიტიშვილისამნი, ჩემს მიმართ ეს შეკითხვა არ დასმულა. მე ვინარჩუნებ იმავე განწყობას, რა განწყობაც მქონდა ამ საკითხის დაყენებისას და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მართალია გახანგრძლივდა ეს პროცესი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვარ გარკვეული კონკრეტული ქმედებების მოლოდინის რეჟიმში. მადლობა, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ქალბატონმა მედიავასაძემ ექსკლუზიურად ჩვენს პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ ის ბიუჯეტს მხარს დაუჭერს. საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი ხმა იყო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ბიუჯეტი ჩავარდებოდა თუ არა 2015 წლის. ზუსტი შედეგი სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მანამ კი ჩვენ კიდევ ერთი დეპუტატის მოსაზრება შეგვიძლია მოვისმინოთ თავისუფალი დემოკრატებიდან. მოგესალმებით ბატონო სულხან. თქვენს გქონდათ მკაცრი შენიშვნები სხვადასხვა მიმართულებით
მიმართულებით თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ არ იყო თქვენი კონკრეტული შენიშვნები გათვალისწინებული, ხაზი გაესვა აკადემიას და იქ იყო კიდევ სხვა ქვეპუნქტებიც. რეალურად როგორ აფასებთ და დაუჭერთ თუ არა ამ ბიუჯეტს მხარს და ზოგადად ბიუჯეტი, რომელსაც არ უჭერდა უმრავლესობა მხარს, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა ხმათა უმრავლესობა მოაგროვოს მან. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი ალბათ და რაც კონკრეტული პასუხი უნდა გქონდეს არის ის, რომ ჩვენ არ დაუჭერთ ბიუჯეტს მხარს და ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები არის შემდეგი. რაიონებთან დაკავშირებით ეს ბიუჯეტი არის რეგრესული ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ 14 მილიონით მცირდება რაიონების დაფინანსება, როცა ჩვენ მხარს უჭერდით 2014 წლის ბიუჯეტს, მაშინ ეს იყო 44 მილიონი და ამის გამო დაუჭირეთ ხარი, იმიტომ რომ რაიონებისთვის ძალიან კონკრეტული თანხები იყო გამოყოფილი. დღეს როგორც ჩანს, ესე არ ჩათვალა მთავრობამ და ფიქრობს, რომ რაიონებში პრობლემები არის მოგვარებული და რაც არის ძალიან ცდარი წარმოდგენა აჭარის რაიონებთან მიმართებაში, შესაბამისად მათ დააკლეს 14 მილიონი, რამაც გამოიწვია ჩვენი სერიოზული გულისხმობა. ჩვენ ვიყავით ლობისტები, ასე ვთქვათ, რაიონული პოლიტიკის განვითარების აჭარაში და შესაბამისად ეს იყო გადამწყვეტი ჩვენთვის, რომ არ მიგვეცა ხმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემიის დაფინანსება, რაც არის ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი კუთხისთვის ძალიან ტრადიციული აკადემია. და მოხდა ისე, რომ არც ეს გაითვალისწინეთ, უფრო მეტსაც გეტყვით, 40 შენიშვნაზე მეტი იყო, რაც საგნობრივი მნიშვნელოვანი შენიშვნა აჭარის უმაღლეს საბჭოდან გადაგზავნილი მთავრობაში და გათვალისწინებული იყო მხოლოდ 3 და მათგან 1 იყო რედაქციული ხასიათის. ბუნებრივია ესე დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ამჟღავნებს აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართ მთავრობა, ის არ იმსახურებს მხარდაჭერას და ჩვენ გადაწყვეტილება არის ძალიან მყარი და კონკრეტული, ჩვენ არ დაუჭერთ ბიუჯეტს მხარს და რატომ? კიდევ ერთხელ მარტივი დისკრიფციით რო ავუხსნათ მოსახლეობას, სოციალურ პრობლემატიკას სჭირდება სოციალური პასუხები, ეკონომიკურ პრობლემატიკას სჭირდება პასუხები, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს გადაჭრის და არა ის ლირიკა, რომელსაც ვისმენდით დღეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბიუჯეტი არ არის ადეკვატური ასახვა იმ პრობლემებისა და იმ პრობლემებთან ბრძოლის ბიუჯეტი, რომელიც დღეს რეგიონის წინაშე დგას. ეს ბიუჯეტი ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი არ იქნება. მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში ფრაქციებისა და კომისიების წარმომადგენლები სიტყვით გამოდიან. უკვე რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ხმათა უმრავლესობას მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელზეც უკვე ვრცლად მომდევნო გამოშვებებში გესაუბრებით.